ტრამპმა, რომელიც პირდაპირ ჩინეთში მოგზაურობს, ახლახან აჩვენა, რომ ტერორი ევროპაში იმ კარიდან შემოვიდა, რომელსაც მისი საკუთარი ლიდერები თვალს არიდებდნენ. ენერგია, საწვავი და სამხედრო დამოკიდებულება. 2021 წლის 14 მაისს ჰორმუზის სრუტის დახურვით გამოწვეულმა კრიზისმა ბრიუსელი მძიმე გაკვეთილის წინაშე დააყენა. იმავე ევროპამ, რომელმაც კვირები გაატარა ტრამპის კრიტიკაში, ახლა კი გარბის, რომ დაიცვას თვითმფრინავები, გზები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სავაჭრო მარშრუტები, რომლებიც ამერიკულ ძალაზეა დამოკიდებული. და ეს აშკარად აჩვენებს დამცირებას იმ მთავრობებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ თავი მაღლა დაეყენებინათ, მაშინ როცა ვაშინგტონი და ისრაელი ირანს უპირისპირდებოდნენ მსოფლიოს ენერგეტიკის ყველაზე მბრძნობიარე წერტილში. ეხლა ყველაფერს გიამბობ, მაგრამ ჯერ გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალუესი. კრიზისი დაიწყო მაშინ, როდესაც ირანის წინააღმდეგ ომმა ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა შეაჩერა და ეს პირდაპირ შეეხო გლობალურ მომარაგებას. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ მაისში განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ახლო აღმოსავლეთში 10 კვირაზე მეტი გავიდა და ჰორმუზის სრუტეში მიწოდების დანაკარგებმა გლობალური ნავთობის მარაგები რეკორდული ტემპით შეამცირა. ევროპას შეეძლო ამერიკული სტილის გაკრიტიკება, მაგრამ ვერ გაექცეოდა რეალობას, რომ მისი ენერგეტიკული უსაფრთხოება კვლავაც დამოკიდებულია შეერთებული შტატების სამხედრო შესაძლებლობებზე. ყველაზე მტკივნეული დარტყმა ავიაციის საწვავზე მოდის. როიტერსმა საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაციის საწვავის მიწოდება ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში მარტში დღეში 330,000 ბარელიდან, აპრილში მხოლოდ 60,000 ბარელამდე შემცირდა. სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ ევროპას მოუწევს დაკარგული მოცულობის მინიმუმ 80%-ის. სასურველია 90%-ის ჩანაცვლება, რათა ზაფხულში დეფიციტი აიცილოს. მაგრამ აპრილში ევროპის წმინდა იმპორტმა მარტის დონის მხოლოდ 70%-ს მიაღწია. უბრალო ენაზე რო ვთქვათ, ევროპა ცდილობდა ეთქვა, რომ კრიზისი მისი არ იყო, მაგრამ მისმა თვითმფრინავებმა დაიწყეს ძვირადღირებულ, ნელ და არასაკმარის ალტერნატიულ მარშრუტებზე დამოკიდებულება. ბრიუსელმა დარტყმა იგრძნო მანამდე, სანამ პრობლემის მასშტაბს აღიარებდა. ევროპის ენერგეტიკის კომისარმა დან იორგენსენმა ევროპულ მთავრობებს მოუწოდა მიიღონ სწორი და თანმიმდევრული ზომები მოხმარების შესამცირებლად, მათ შორის დისტანციური მუშაობა, საწვავის რაციონირება, მანქანების გარეშე კვირადღეები და რეფინერიებში ტექნიკური მომსახურების გადადება, რათა წარმოება შეუფერხებლად გაგრძელდეს. მიზეზად დასახელდა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ფასების ზრდა ირანში ომის შემდეგ და ჰორმუზის დახურვა. ევროპას, რომელსაც სტრატეგიული ავტონომიის შესახებ საუბარი უყვარს, მოუწია 70-იანი წლების კრიზისის დროინდელ ზომებთან დაბრუნება. ნაკლები ტარება, ნაკლები მოგზაურობა და საწვავის ეკონომია. ესპანეთი ამ გაკვეთილის ყველაზე ძლიერი მაგალითი გახდა. მარტში ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებდა აშშ-თან ერთად ოპერირებული ბაზების გამოყენებას იმ თავდასხმებისთვის, რომლებიც მადრიდის თქმით, გაეროს ქარტიით არ იყო გათვალისწინებული. ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის გვერდით უპასუხა, რომ დაემუქრა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტით და განაცხადა, რომ არ სურდა რაიმე ურთიერთობა ესპანეთის მთავრობასთან. Associated Press-მა აღნიშნა, რომ ეს განცხადება მოჰყვა ესპანეთის წინააღმდეგობას ბაზების გამოყენების მიმართ და მადრიდის უარს ნატოში თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე. ვინც ამერიკულ დაცვას ითხოვს, კრიზისის დროს მოწინააღმდეგესავით ვერ იმოქმედებს. სამხედრო პასუხი გიბრალტარში მოვიდა. 2026 წლის 10 მაისს შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ოჰაიოს კლასის ბალისტიკური წყალქვეშა ნავი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ხმელთაშუა ზღვის შესასვლელთან მივიდა. ასეთი გამოჩენები იშვიათია და ხშირად სასოწარკვეთის გზავნილს წარმოადგენს. წყალქვეშა ნავი ტრაიდენტის რაკეტებს ატარებს და ამერიკული ბირთვული ტრიადის ყველაზე გამძლე ნაწილს წარმოადგენს. მდებარეობა შემთხვევითი არ ყოფილა. გიბრალტარი ესპანეთთან ახლოს მდებარეობს, ხმელთაშუა ზღვის შესასვლელში. ზუსტად იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი ირანის პასუხს უარყოფდა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე ზეწოლას ახდენდა. მესიჯი მადრიდსა და ბრიუსელს კაცრი იყო. ესპანეთს შეეძლო უარი ეთქვა ბაზაზე. ევროპულ ბიუროკრატიას შეეძლო პრეტენზიები გამოეთქვა. დიპლომატებს შეეძლოთ განცხადებები დაეწერათ, მაგრამ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ შეეძლო სამხედრო მოქმედება ნებართვის გარეშე. გიბრალტარში მდებარე წყალქვეშა ნავი უფრო ხმამაღლა საუბრობდა, ვიდრე ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რადგან მან აჩვენა რეალური ყოფნა, რეალური ძალა და რეალური რისკი ირანისთვის. სანამ ევროპა განიხილავდა, როგორ დაეზოგა საწვავი, ვაშინგტონი აჩვენებდა, რომ ირანზე ზეწოლა გაგრძელდებოდა ხმელეთზე, ზღვაზე და დიპლომატიაში. ტრამპს არ დასჭირვებია ევროპისთვის სიტყვებით დარწმუნება. საწვავის ნაკლებობამ თავად გააკეთა ეს საქმე.
ევროპის წინააღმდეგობრიობა აშკარად გამოჩნდა, რადგან საქმე მხოლოდ ნავთობში არ იყო. ეს იყო პოზიციის კრიზისი. წლების განმავლობაში ევროპის ელიტის ნაწილი შეეჩვია საჯაროდ შეერთებული შტატების კრიტიკას და გადამწყვეტ მომენტებში მათზე დამოკიდებული ყოფილიყო. ტრამპს აკრიტიკებდნენ სამხედრო ხარჯების გაზრდის მოთხოვნისთვის, ნატოზე ზეწოლას უჩიოდნენ, მრავალმხრივობაზე საუბრობდნენ, მაგრამ როცა ენერგეტიკული გზა შეიზღუდა, ისევ ამერიკულ ფლოტს შეხედეს. ახლა მიღებული გაკვეთილი მწარეა. სიტყვით გამოსვლა ხომალდს არ აცილებს, დიპლომატიური ნოტა სრუტეს არ ხსნის და საგანგებო შეხვედრა თვითმფრინავს საწოვს არ ავსებს. ამ კრიზისის ისტორიული მაგალითი უკავშირდება იომ კიპურის ომიდან 1973 წელს. როდესაც ნავთობის მწარმოებელმა არაბულმა ქვეყნებმა ენერგეტიკული ემბარგო გამოიყენეს ისრაელის მოკავშირეების წინააღმდეგ და აიძულეს დასავლეთი შეეჩეხა არასტაბილურ რეგიონებზე დამოკიდებულების მოწყვლადობას, რა მოხდა? იმ დროს რიგები, გადასახადები, ინფლაცია, რაციონირება და ეკონომიკური შიში შეარყია მდიდარი ეკონომიკები, რომლებიც თავს დაცულად მიიჩნევდნენ. ევროპამ მაშინ ისწავლა, რომ ენერგია ტექნიკური დეტალი არ არის, ეს პოლიტიკური იარაღია. ნახევარ საუკუნეზე მეტი დროის შემდეგ შიში სხვა ფორმით ბრუნდება. საკითხი მხოლოდ ნავთობის ბარელში არ არის, არამედ ავიაციის საწვავში, საზღვაო ლოგისტიკაში, გადამუშავების შესაძლებლობასა და მარშრუტების სამხედრო დაცვაში. სხვა ქვეყნებიც იმავე წესს აჩვენებენ. იაპონია, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგიაზე, საზღვაო მარშრუტებს ეროვნული გადარჩენის საკითხად განიხილავს და არა იდეოლოგიურ დებატად. სამხრეთ კორეა იცის, რომ ვაჭრობა, ენერგეტიკა და თავდაცვა ერთად მიდიან, რადგან რეალური საფრთხეებით არის გარშემორტყმული. ისრაელმა ისწავლა, რომ მხოლოდ გარე დაპირებებზე დამოკიდებულება სასიკვდილო რისკია და ამიტომ აერთიანებს საკუთარ თავდაცვას ვაშინგტონთან, მტკიცე ალიანსთან. ბევრმა ევროპულმა დედაქალაქმა სცადა იმ ილუზიის გაყიდვა, თითქოს შეეძლოთ სამხედრო ხარჯების შემცირება, საკუთარი ენერგეტიკული ინდუსტრიის დასჯა, გადამამუშავებელი სიმძლავრეების დახურვა და შორეული მომწოდებლების იმედად ყოფნა. და ამასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უტარებდნენ მორალს. ჰორმუზის კრიზისი ანგრევს ამ ფანტაზიას, რადგან ის თითოეულ მთავრობას აყენებს იმ კითხვასთან, რომელზეც ბრიუსელში არავის უყვარს პასუხის გაცემა. ვინ უზრუნველყოფს საწვავს, როცა მარშრუტი იკეტება? ეხლა შემდეგი ნაბიჯი ისაა, რომ ევროპა ცდილობს დრო იყიდოს. ავიაკომპანიები საწვავს სხვა წყაროებიდან ეძებენ, მთავრობები ცდილობენ პანიკის შეკავებას. როიტერსმა აჩვენა, რომ ისეთი კომპანიები, როგორიცაა TUI, Lufthansa, Ryanair და Wizz Air, აცხადებენ, რომ ალტერნატივებს ეძებდნენ შეერთებულ შტატებსა და ნიგერიაში. მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ გრძელვადიანი გაურკვევლობა გრძელდება ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო. ევროპა ცდილობს მასობრივი გაუქმებების თავიდან აცილებას, მაგრამ უკვე ეტყობა კრიზისის პოლიტიკური დაღი. მოიწია გამოსავლის ძიება მას შემდეგ, რაც ტრამპს გადაჭარბების მოყვარულად მიიჩნია. ამერიკული ძალა, რომელსაც ისინი უგუნურად მიიჩნევდნენ, იქცა ინსტრუმენტად, რომელმაც შეიძლება კრიზისის გაღრმავება შეაჩეროს. ამერიკის პრეზიდენტმა ევროპა დააყენა არჩევანის წინაშე, რომლის გადადებასაც ის 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდა. ან რეალურად შეუწყობს ხელს საკუთარ უსაფრთხოებას, ან მიიღებს იმას, რომ ვაშინგტონი წესებს უკარნახებს, როცა მსოფლიო ცეცხლში ეხვევა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული ყავდე. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.